წინა რამდენიმე ვიდეოში მოგიყევით ერექციული დისფუნქციის შესახებ მამაკაცებში და ვახსენე მისი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები. ახლა კი მოგიყვებით მეთოდზე, რომელიც რეალურად ეხმარება მამაკაცებს ერექციული დისფუნქციის მკურნალობაში. ეს არის PRP თერაპია, ეფექტური მეთოდი, რომელსაც ვიყენებთ მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ. როგორ მუშაობს ეს მეთოდი და როგორ აუმჯობესებს ის ერექციას მამაკაცებში. PRP თერაპიის დროს ხდება სისხლიდან თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის გამოყოფა სპეციალური გელის სინჯარით და შემდეგ მისი შეყვანა მამაკაცის სასქესო ორგანოს გარკვეულ უბნებში. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის ელასტიურობას და გრძნობელობას. სისხლის მიმოქცევა ერექციის პროცესში ძირითადი ფაქტორია. სტაბილური შედეგისთვის საჭიროა 5-6 პროცედურა, რომელიც ტარდება 7-10 დღის ინტერვალით. თუმცა პირველივე პროცედურის შემდეგ უმეტეს შემთხვევაში ერექცია უმჯობესდება. პროცედურა არის უმტკივნეულო, უსაფრთხო, არ საჭიროებს ანესთეზიას და ტარდება ამბულატორიულ პირობებში. ხანგრძლივობა არის დაახლოებით 10 წუთი, ხოლო პლაზმის სინჯარაში მომზადება სჭირდება დაახლოებით 20-30 წუთი. თითო პროცედურის ღირებულება 200-დან 350 ლარამდე და ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ტიპის სინჯარას ვიყენებთ. იმისათვის, რომ ჩაიტაროთ PRP თერაპია, საჭიროა თავდაპირველად ჩაიწეროთ ექიმ-უროლოგ ანდროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით დანიშნავს აღნიშნულ პროცედურას.